დილამ შვიდობის გოგოებო როგორ ხართ? შემოსიხარულება მოგიკითხავთ ყველას. ეხლა ჩაინიში წყალი დავდგი მთლიანად გავასიალად უყო. ეს უნდა გავიკეთო ჩემთვის. ჩაისთვისაც გვინდა და მე მგონი წყალი უნდა დაწყდეს და ბოთლებშიც უნდა ავახსო. ესე ამას როგორც აწერია უნდა დავამატო 160 მილიგრამი ადუღებული წყალი და დავაფარო 5 წუთი. Сумме. От мяса галсени. Балансац. Шпека тангемлера какое-то. Ყავასით დავлеფო უკვე საკმარისია. მათენიცა მეორე და არაჯანი მინდაო, ეკრიკო, აღარ მინდაო, მაკარონი, აღარ მინდაო, არ მინდაო. რეკულესი, ესეთი მეთქი გაგიკეთო იქნება, რა ვიცი მოეწონს, აი ცოტას გავასინჯებ, მაგრამ იცით როგორი არის? არც სინჯავს. თუ არ უნდა, არც გასინჯავს. აი ეგეთი ბოშ. გასინჯადეც უნდა ეხვეწუან რა და ისა 200 გრამიანი ჭიჭის, ანუ ესე უნდა დავას წყალი. არაჯანი ამოიყოფს და პური. ბანანს შეჭამს. ბანანი უყვარს. სამიცალი ბანანი დღეს კიდევ ერთი ლიტას ერთი მაქვს ერთი მე და არაჟანიც გავუტანოთ. ეს პეჩენია გუში რო ვიყიდე მრიელია და რაღაცნაირ გემო აქვს ესენი არ მიირთმევენ იმის გემო აქვს კარაქისა ნავების ესე ხუთი წუთი
მათე ცოტა ჩაუწიე დედი. ცოტა ჩაუწიე, ხელი მეშლება. ბედნიერება არის ის, თუ შეგიძლია დააფასო ის, რაც გააქვს და ვინც ხარ. თუ შეგიძლია მიიღო ეს მოცემულობა, დღევანდელი, სადაც ხარ, რა ადგილზეც ხარ, რასაც უკვე მიაღწიე, ვინც ხარ. არც ერთი პროფესია არ არის გოგოებო სათაკელო. არც ერთი. და შენ თუ შესძლებ ამას, რომ ეს ყველაფერი მიიღო და დააფასო და ამითი იყო კამაყოფილი, იმ მხრივ არ ვიძახი, რომ აღარ განვითარდე. რა თქმა უნდა, თან უნდა განვითარდე და თან დააფასო ის, რაც ხარ, ვინც ხარ, რა ადგილზეც ხარ. აი ეს ყველაფერი თუ შეგიძლია, ბედნიერი ხარ. გუშინ კიდე ერთხელ დავწმუნდი ამაში, ისეთ ადგილას ვიყავი მე გოგოები წასულიყოში და ისეთ ადამიანს ვესაუბრე, პროფესიონალს. და კიდევ ერთხელ დავწმუნდი ამ ყველაფერში, მე რა მშველის. მე მშველის ეს, თორე მე ძალიან რთული ცხოვრება გავიარე. ურთულესი არ ვიცი, შეიძლება მან იშვიათი იყოს ესეთი რაღაც. იშვიათი, რთული ცხოვრება გავიარე ძალიან. ეს მშვენიეს მე. მადლიერების შეგრძნება რომ აქვს და ყოველ დღე რომ დღესაც მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რაც გვაქვს. ვეუბნები ყოველ დღე მე ღმერთს ამას. და ეს მშვენიეს. ვაფასებ იმას ღმერთო, რასაც მაცლებ. რაც მაქვს. ჩემი შრომით, ჩემი და ჩემი ქმრის შრომით, ხო? და ჩვენი რაღაცნაირად ერთ სულოვნებით. დედაო გაკვეთილები რა მაქვს და იმ წუთში გადავერთობი ხოლმე რა რაღაცები უნდა დაწეროს მათემატიკაში. ჩემი საჭმელი, გოგოები. ატომი შეაშიგნით. მეორედ რო გავაკეთებ ამას. იცის რა უნდა ვქნა? უნდა წამოვატუყო. აუცილებლად. ძალიან გემრიელია. ნესტლეს აქ ყველაფერი უგემრიელესი. მომწონს ძალიან.
გემრიელია. აი ესე, ოვერდილით. გერკულესი რომ მივისვა ხოლმე მე ბანანი, ყავა, უკვე კარგია. ოვერდილით არა. ოვერდილით შეიძლება მომწყინდეს გერკულესი. კბილზე ვარ მაინც მე დილით მიჩვეული, თორემ რცხიჯობია დილით. ამას, მაგრამ მე ვერ ვჭამ, ცოტა მძიმე საჭმელს დილით. ეს მსუბუქია. და შემიძლია ისე გავანაწილო, რომ მე ვეცადო, დავუშვათ, რომ 10 ნახშირწყალი აღარ მივიღო დღის განმავლობაში. მერე უკვე ცილა, ბოსტნეული. მეორე და მესამე კვება. და დილით რადგან მე ვერ ვჭამ აქ ყველაფერს და მერე მშიერი ვჩები და მარტო ყავაზე ვჩები, ესეც ძალიან ცუდია გოგოი. ესე შეგუწოთ. ესე ძალიან ცუდი, ამიტომ იყოს ნახშირწყალი არ აუშავს. ან ცოტა ხაჭო რო დავამატო, ამას ხაჭო ძალიან კარგია. ცოტა პატარა კარაქი. რა? მოდი, რაც ცილას შეიცავს, ანუ თევზი ძალიან კარგია, თევზი ასევე რა, რომ ჩავწოთ და ეს გაყინულები აზრი არ აქვს, მაგას გაყინულ თევზს. რა, მაგას არანაირი ის არ აქვს, რა შერჩენილი. და რომელიც გაყინული არ არის, ეგეც ზრდიან აქვს. გამეუბნება კაი დედაო რა დონალდ ტრამპი იმას ჭამსო მაკდონალდსო შვენიურად არის ტაქსიო ისე ფსიქიკა არის მთავარი გოგონა ვიცოდეთ თქვენ ორგანიზმი შეუძლია გულს შეუძლია რომ გაწმინდოს მაინც ეს საკვები ჩვენ რასაც ვჭამთ და დროდადრო ძალიან კარგია გულზლი რომ გავიწმინდოთ თუ არის რაღაცა ისეთი მე ლარისა მაძილ გახდე რა მაგის სამას გამწმინდებს არის აფიაქშიც იქნება რამე ბალახეულები როგორც გაიწმინდო ფსიქიკა არის მთავარი და ფსიქიკა თუ გაჩამფერი არა ხარ გასუქება და სიგამხლეც მალე რა მოდის ყველაფერი ფსიქიკიდან მოდის დონა
გული მოწესრიგდება გიდება თუ არა, წონაც დარეგულირდება. იმიტომაც იყო სტრესებზე, რომ 100 კილო გავხდი მე სტრესებით. ეს ნიუტონში მაგდენი არ ყოფილა. 78 ეგ მოვიმატე მშობიარობაზე. 60 კილო ვიყავი, რომ გავთხოვდი და მე მშობიარობაზე ძალიან ოსულობაზე მშობიარობაზე კი არა, მიტაზე მოვიმატე და სულ ვიყავი ხოლმე 78 კილო და ეგ წონა თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან ისეთი დიდი არ იყო ჩემთვის როგორ რა. თან ახალგაზრდაც ვიყავ და ალბათ მაგითო. ალიკო, ჩემი სიმაღლე გამაღალი ხო არა ვარ, 1.62 ვარ, მაგრამ იტანდა ჩემი სიმაღლე, ნახწოვდეს მაინც. იტანდა. 13 კილო მეტი ვიყავი ხოლმე, ხო, რაც ნაყოფილი ვიყავი. მაგრამ ვიტანდი მაგას. და მე სტრესებზე მოვიმატე ძალიან, ჩემი ძმის ამბავზე. პირველად ყავდი მაშინ აი ეგრე 100 კილო, რომელიც უკვე ვეღარ აიტანა. ჩემმა ვერც სიმაღლემ და ვერც ჯანმრთელობამ და ვერაფერმა ვეღარ აიტანა. ვერც ფსიქიკამ უკვე მანამდე თუ ყველაფერს ვიხდენდი, ეს 78 კილოს 78 კილოც პატარა არ არის, პატარა ზონა, მაგრამ მაინც ნორმალურად მიყვარდა ტანსაცმლის მიღება და ჩაცმა და მე უკვე აღარ ტანსაცმელი მიხარებდა 100 კილო რო გავხდი და უკვე ეს იყო ძალიან ჩემთვის იყო რავი კატასტროფა იყო რა. ეგ იყო სტრესის გამო. ბევრი მომივიდა ახლა მეჭამა. დილით რო არა ვარ მიჩეული. თან მგონი გერკულესი კიდევ უფრო ფუღდება კუჩში. და ბევრი მომივიდა, მაგრამ ბევრი არ იყო. არ იყო სულ რამდენი გრამია, უნდა მივაჩვიო ეს კუჭი, რომ დილით რაღაცა ვჭამო. რომ მე თავისუფლად წავიდე სადაც მინდა რა. აი გული რო გაგშვიდათ, რომ დილით რაღაცა ვჭამე, ვისაუზმე და რომ გამიგრძელდეს სადმე გასვლა და ყოფნა, ხო, გარეთ. არ არის ეს პრობლემა, მე გარეთ ვერ ვჭამ. არ მიყვარს გარეთ ჭამა. ამიტომ დილით გოგოებო თქვენც ყოველთვის არ შევჭამ მე გერკულეს. იმიტომ რომ ნახეთ ცოტა მესმითია. აი, დამიმძიმა კუჭი. უკეთესია. გერკულესზე უკეთესია. ხაჭო და პური დილით. ჩაისთან თუნდაც. ერთი ნაჭერი ყველი და პური, გახუხული პური მიყვარს უკვე ამ ბოლო დროს შევხუხავ მე. პატარა კარაქი და პატარა ნაჭერი ყოველდღე კარაქი არა, ყოველდღე ალბათ ხაჭაჭობია კარაქს. პური. კვერცხი, ორი ცალი გოგოებო ძალიან კარგია. თუ შეგიძლიათ დილით რო კვერცხით და ბოსტნეულით და წიწიბურით დაიწყოთ, მე ეს არ შემიძლია უბრალოდ. თორემ ვიცი რომ იდეალურია, ძალიან კარგია. დაიწყეთ მაგით. მე ეს რაც მქონდა პრობლემა ტკბილზე, ხო? ეს ბოლომდე ვერ აღმოიფხვრა ჩემში და შეიძლება თქვენ საერთოდ არ გქონდეთ, ხო, ეს პრობლემა და ტკბილი საერთოდ არ გიყვარდეთ. ანუ მე მაქვს მაინც ეს პრობლემა, ნახეთ.
მაგ დილით არ შემიძლია მესაჭმლის ჭამა ვერა და ვცდილობ ხოლმე რომ დილით ჯერ აი დილა მაინც ალბათ ვფიქრობ რომ იტანს და დილით დავიწყო ამ ტკბილით და მე აღარ ვჭამ არაფერი ტკბილი და თან კიდე ამ ბოლო დროს მხედავთ ხო რომ ბანანი დავიწყე ისევ და ფინიკიც უნდა ვიყიდო ხო და არა კამფეტები აღარ მინდა კამფეტები ისევ ჩამითრიო სიმართლე რითიც ვიყავი გასუქებული მე ვიყავი ტკბილით გასუქებული და არა საჭმლით და ეს ამ ყველაფერმა ისევ არ ჩამითრიოს და ჩემში ისევ არ დაბრუნდეს ვფიქრობ ცოტა მაგაზე და ამიტომ ისევ დავიწყე ბანანი როგორც ვხედავთ და ფინიკსაც ვიყიდი და რაღაცა აი ყავას რომ ბუნებრივი შაქრები რაც არის რაშიც არის ის შევატანო და არა კამფეტი შოკოლადები ჩემ თავში დავიჭირე ის რაღაცა ძველი ჟანა წინა კვირაში ძალიან ბევრი ტკბილი ვსვიდულობდი ძალიან და ბავშვებიც მიჩემნია რომ ამას მივაჩვიო ეხლა ერთსაც ბანანი დავუდე და მეორესაც ერთი არაჟანს ჭამს მეორე კვერცხში ჭამს ეხლა და პლუს ავიცი ვცდილობ ყველანაირად რაც შემიძლია გოგოებო ჩემ შვილებზეც და ჩემ თავზეც დავით გაკოცეთ ძალიან მიყვარხართ რაღაცას ყვებოდი და მათემ გადამრთო თავის ამბებში და არა უშავს გავაგრძელოთ ყველაფერი წინ